იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მოსამართლეთა რიგგარეშე რიგით 34 კონფერენცია დასრულდა, სადაც იუსტიციის მოსამართლე წევრის ადგილზე ხმათა უმრავლესობით ლევან მიქაბერიძე აირჩიეს. კონფერენცია სულ 292 მოსამართლე ესწრებოდა, მიქაბერიძე კი 290 ხმით აირჩიეს. პარალელურად იუსტიციის სკოლასთან შეკრებილები არიან აქციების მიმდინარეობის დროს დაკავებული პირების ოჯახის წევრები, მშობლები და მეგობრები. მათი განცხადებით, დღევანდელ კონფერენციას მოსამართლეთა ნაწილი დაესწრო, რომლებიც უსამართლო გადაწყვეტილებებს იღებდნენ. თემაზე ჩემი კოლეგა ხატია ჯამალაშვილი მუშაობს. ხატია, როგორ ჩაიარა კონფერენციამ და რას ამბობენ აქციის მონაწილეები? 290 მომხრე და არც ერთი წინააღმდეგი ამ ხმათა უმრავლესობით აირჩიეს ლევან მიქაბერიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრად. ასეთი არის მოსამართლეთა რიგგარეშე რიგით 34 კონფერენციის გადაწყვეტილება. მოსამართლეებმა ხმათა უმრავლესობა მისცეს და დააფიქსირეს ლევან მიქაბერიძის მისამართით. ის წარადგინა უზენაესი სასამართლოს პლენუმმა, მიუხედავად იმისა, რომ ყველას კონფერენციაზე დამსწრე ნებისმიერ პირს ჰქონდა კანდიდატის დასახელების საშუალება, დასახელდა მხოლოდ ლევან მიქაბერიძე და შესაბამისად არჩევანიც გაკეთდა მხოლოდ ლევან მიქაბერიძეზე. ორი ბიულეტენი იყო მხოლოდ და მხოლოდ ბათილი. იქამდე ვიდრე ეს გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული, ჩვენ შევძელით გავესაუბრეთ კონფერენციის წევრებს, როგორც ლევან მურუსიძეს, მოსამართლე ლევან მურუსიძეს, ასევე დიმიტრი გურიტიშვილს. ჩვენ ვკითხეთ მას თუ რამდენად იქმნებოდა კონკურენტული გარემო მაშინ, როდესაც ერთი კანდიდატი არის მოსამართლეთა კონფერენციაზე დასახელებული და მათ განაცხადეს, რომ ასეთი იყო კონფერენციის წევრების სურვილი, არ დასახელებულა სხვა კანდიდატი. ლევან მიქაბერიძეს აქვს საკმაოდ დიდი გამოცდილება, ის ამ დრომდე უზენაესი სასამართლოს მოსამართლე არის და ის უკვე დღეიდან 4 წლის ვადით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის ფუნქციასაც შეითავსებს. რიგგარეშე კონფერენციის ჩატარების აუცილებლობა გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ბატონი ლევან ნადარაია გახდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი. შესაბამისად ის ვერ შეითავსებდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობას ამ თანამდებობასთან ერთად, ამიტომ გაჩნდა ვაკანსია, რის გამოც აუცილებელი გახდა კონფერენციის მოწვევა. შესაბამისად მოსამართლეები დღეს ირჩევენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთ წევრს, ასევე ვადა გაუვიდა უფლებამოსილება შეუწყდა ადმინისტრაციული კომიტეტის 2 წევრს და შესაბამისად მათი არჩევნებიც ხდება საბჭოს წევრის არჩევნებთან ერთად. მოხდა ისე, რომ დასახელდა დადგენილი წესით მხოლოდ ერთი კანდიდატურა ბატონ ლევან მიქაბერიძის, რომელიც არის საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, ასევე ადრეც იყო წინამოწვევის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი. შესაბამისად მოსამართლეები ფარული კენჭისხრით კანონით დადგენილი წესით აძლევენ ხმას ამ კანდიდატთან დაკავშირებით. ბატონი ლევან ნადარაია, რომელიც იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, ის უზენაესი სასამართლოს პლენუმის მიერ წარდგენილი საკონსტიტუციო სასამართლოში და ბუნებრივია ადგილი იყო ვაკანტური და ჩვენ ვიყავით ვალდებული კანონის თანახმად, რომ მოგვეწია იუსტიციის უმაღლესი უბრალოდ კონფერენცია, მოსამართლეთა კონფერენცია და აგვერჩია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი. ის მოსამართლე, ვინც წამოვიდა, განმარტება აქვს გაკეთებული, რომ მათ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვეღარ შეძლო საქმიანობის განხორციელება და ახლა ბატონი რეზო რატო გადავიდა საკონსტიტუციაში, ადამიანი ზოგადად ისტრაფს ალბათ თავის მაგას თუ ბატონი რეზო გეტყვით, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობა ძალზე საპატიო თანამდებობა არის და შესაბამისად გადავიდა, მიიღო გადაწყვეტილება და თამპალით წარადგინა უზენაესი სასამართლოს პლენუმმა და შესაბამისად ამაზე ვერ გეტყვით, უბრალოდ ფაქტის კონსტატაცია შემდგომ მოვა. გარდა მოსამართლეთა კონფერენციის განსახილველი საკითხებისა, დღეს ბუნებრივია შეფასებების თემა გახდა სანქციები, რომელიც სხვადასხვა ქვეყნების მხრიდან არის დაწესებული საქართველოში, სხვადასხვა მაღალჩინოსნების მხრიდან, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლების მისამართით, ასევე მათ შორის დასანქცირებულ პირთა შორის არიან მოსამართლეებიც. დღეს როგორც ლევან მურუსიძე, ასევე დიმიტრი გურიტიშვილი გამოეხმაურნენ აღნიშნულ სანქციებს და განაცხადეს, რომ სანქციებს აქვს პოლიტიკური მოტივები და ისინი ვერ შევლენ დამატებით განხილვაში აღნიშნული საკითხის. მათივე განცხადებით, მათ არ აქვთ სამართლებრივი ბერკეტები იმისთვის, რომ რეაგირება მოახდინონ, თუმცა ყოფილა პრეცედენტები, როდესაც მოსამართლეთა კონფერენციას ასეთი სანქციების დროს ერთობლივი განცხადებები გაუკეთებია. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, განპირობებული გარკვეული პოლიტიკური დღის წესრიგით. სამწუხაროდ ეხლა გარკვეული წრეებისთვის ეს იქნება ბრიუსელში, ევროკავშირში თუ სხვაგან, თუნდაც იგივე ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყნებში. იქ არსებობენ გარკვეული ძალები, რომელთათვის მიუღებელი შეიძლება იყოს ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების კურსი, ან იგივე თქვა სასამართლოს გადაწყვეტილება ვიღაცა შეიძლება არ მოწონდეს, მაგრამ აქედან გამომდინარე, რომ მოსამართლის მიმართ დაწესებული იქნეს სანქციები თან უფრო
აი მე ყველანაირი ზღვარს სცილდება მოსამართლეთა ოჯახის წევრების სანქციები. თვითონ პერსონალურად მოსამართლეების მიმართ სანქციების მიუღებელია ჩემი მოსაზრებით, მაგრამ აბსოლუტურად დაუსაბუთებელი და უსამართლოა მოსამართლეთა ოჯახის წევრებზე ამ სანქციების გავრცელება. ფიქრობ არის საფუძვლო და კიდევ გავემეორებ, ეს არის პოლიტიკური დღის წესრიგით ამ პირობებში. სანქციებს რაც შეეხება სანქციებთან დაკავშირებით ახლა კონკრეტულად დასანქცირებული ვარ ასანქცირებელი მოსამართლეებს არის აბსოლუტურად უსაფუძვლო ხარ. ჩემთან მიმართებაში ახლა არ გავცემდე, მაგრამ წერია რომ გვაქვს გონივრული ეჭვი, ხო შეიძლება გონივრული ეჭვი სათო და ხო პოლიტიკა არის რეალურად. ამიტომ აქედან გამომდინარე, რადგანაც აი ამ ხელა მოსამართლობაზე არის საუბარი, შესაბამისად ძალიან მშვიდად ვუყურებ მე ამ სიტუაციას. მინდა მიმაჩნიო რომ აქ რეალურად მართლა გული კი არ შეტკივათ, რომ აი თქვა ვასანქცირებთ კონკრეტულად ლევან მოროსიძეს იმის გამო, რომ თურმე ის კორუმპირებულია და ქართული ხალხი შეწუხებული არის ლევან მოროსიძის კორუფციით. ხო არავის არ ჯერა რომ ეს რეალობა არის. ხო აქ არის სხვა პოლიტიკური მიზნები და რა არის ეს პოლიტიკური მიზანი, რომ წლების განმავლობაში არის ხდება სასამართლო სისტემაზე შეტევა. მოსამართლეთა რიგარეშე კონფერენცია აქციის ფონზე მიმდინარეობდა. აქცია ამ დროისთვისაც გრძელდება. აქ შეკრებილები არიან რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციების დროს დაკავებული პირების ოჯახის წევრები, მშობლები, ისინი შეძახილებით აცილებენ მოსამართლეებს, რომლებმაც კონფერენციის დასრულების შემდეგ უკვე დატოვეს მიმდებარე ტერიტორია, მონებო, უსამართლო, სასამართლო, ასეთი შეძახილები ისმის დაკავებული პირების ოჯახის წევრების მხრიდან. ისინი აცხადებენ, რომ სასამართლო არ იღებს დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ გადაწყვეტილებებს, სწორედ ამიტომ მათ ჰქონდათ სურვილი, რომ დღეს ეს ხმა გაეგონებინათ სწორედ აქ მოსული მოსამართლეებისთვის. მიმდინარე აქციას ასევე გამოეხმაურნენ მოსამართლეებიც. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც დღეს ჩვენ გვაქვს სათქმელი არის ის, რომ ქვეყანაში დაფუძნდა უსამართლობა და რაღაც კლანური მმართველობა. მნიშვნელოვანი არის ის აგრეთვე, რომ ჩვენ საზოგადოებრივი მაუწყებელი იყოს იმ ადგილას, სადაც მსგავსი პრეცედენტები და მსგავსი ვითარება არის, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მოქალაქეებმა და მოსახლეობამ იცოდეს, რა ქვეყანაში ვცხოვრობთ და აუცილებელი არის, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე სინთეზის პატიმრების ოჯახის წევრებს კონდეთ პირდაპირ ეთერის საშუალება, იმიტომ რომ ჩვენ ვიხდით ამაში ფულს, მიდის ჩვენი ფინანსები ამ ყველაფერში და იქედან გამომდინარე, რომ ეს არის ძალიან რეზონანსული საქმე და საზოგადოებას აქვს იმის უფლება, რომ იცოდენ რა ხდება ამ ბიჭების თავს, ეს იქნება უსამართლობა, ეს იქნება მივცეთ იმის საშუალება, რომ თავად გადაწყვეტონ და თავად ნახონ რა ვითარებაში გვიწევს ცხოვრება. ჩემი მთავარი მოთხოვნა არის, რომ აი ეს უსამართლოდ დაკავებული ბავშვები და ხალხი გაანთავისუფლონ სასწრაფოდ, რომ დავიწყოთ ნორმალური და ადამიანური ცხოვრება. და გუშინ კონდა სასამართლო მეორე შვილის, რომელსაც ემუქრებოდა 2 თვიანი ან 12 დღიანი ან 5,000 ლარიანი. ჯერჯერობით 13 რიცხვისთვის გადადეს განხილვაში საქმე. და რისი გულისთვის, იმიტომ რომ ჭორაობის გულისთვის, ნუ თუ სხვა საქმე არ არსებობს. 200 დიპლომი აქვს და 15 медали. ესეთი ბიჭი არის ტერორისტი და ესენი არიან სამართლიანები, სირცხვილია მართლა რა. ხო შეიძლება რა არ შეიძლება მონას არ კადრულობენ. მაშინ შენით მიიღე გადაწყვეტილება და შენ გულში ჩაიხედე. სამართალს ვეძებ, სადაც სამართალი სრულად გააკრეს და ჩვენ გვინდა სამართალი. არ ვიცი, მე კომენტარს ამასთან დაკავშირებით ვერ გავაკეთებ, ვინაიდან ეს არის კონკრეტული სისხლისამართლის საქმეები, რომელზეც მიმდინარეობს ალბათ ზოგზე გამოძიება, ზოგზე სასამართლო განხილვა და შესაბამისად ხა ჩემი მხრიდან რამე კომენტარის გაკეთება მithwet-ეს, როდესაც არც ვიცი საქმის მასალები და რომ ვიცოდე, ბუნებრივად ამას კომენტარს ვერ გავაკეთებ. ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოში არის დამოუკიდებელი სასამართლო და არის სამართალი არ დაეკარგება. მოსამართლეთა რიგით 34 რიგარეშე კონფერენციის მოწვევის აუცილებლობა მას შემდეგ დადგა, რაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა რევაზ ნადარაიემ დატოვა საკუთარი თანამდებობა და ამის შემდეგ უკვე მოსამართლეთა კონფერენცია არის ის ორგანო, რომელიც ირჩევს მოსამართლე წევრებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოში. გადაწყვეტილება მიღებული არის უკვე ხმათა უმრავლესობით 290 ხმით ლევან მიქაბერიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის თანამდებობას 4 წლის ვადით დაიკავებს. მადლობა. მოსამართლეთა კონფერენციაზე პირდაპირ ეთერში ხატია ჯამალაშვილი საუბრობდა.